საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს. დირექტორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეეძლო. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ინდივიდუალური ტესტირება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაიარეს. საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება, სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანთა რესურსების მენეჯმენტი. კანდიდატებმა კითხვებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უპასუხეს. გასაუბრების მეორე ეტაპზე დაინიშნენ პირები, რომლებმაც ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური ზღვარი გადალახეს. კონკურსში მონაწილეობა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების გარდა იმ მოქალაქეებმაც მიიღეს, რომლებსაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ. კონკურსში გამარჯვებულებს დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით ენიჭებათ. ეს ჩვენ გადავცემ სერტიფიკატებს იმ მონაწილეებს კონკურსისა, რომლებმაც წარმატებულად გადალახეს ეს ბარიერი. აღსანიშნავია, რომ გარდა მოვალეობის შემსრულებლებისა, ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც თვლიან, რომ მზად არიან, რომ გავუწყენ სასკოლო ცხოვრებას, ეს გახლავთ მოქმედი პედაგოგებიც და ადამიანები, სხვა პროფესიის ადამიანები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესარჩევი კონკურსი. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველი იყო ტესტირება, რომელიც პირველად საქართველოში კომპიუტერების საშუალებით ჩატარდა და მეორე იყო გასაუბრება. რავი არის გასაუბრება, ტესტირება, როგორც ფაქტები მოწმობს წარმატებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ნაბიჯი საკუთარი განვითარებისთვის, განათლების რეფორმაში.